დედოფლისწყაროში ქართული ოცნებიდან კომისიის წევრები პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს კოალიციის დედოფლისწყაროს შტაბის უფროსის აკაკი ნატროშვილის განცხადებით პოლიციაში ისინი იმის გამო დაიბარეს თითქოს პარტიამ თითოეულ მათგანს 250 ლარი ჩაურისხა. მთელი საქართველოს მასშტაბით ურეკავენ ჩვენი კომისიის წევრებს, ეუბნებიან რომ ზარი არის პოლიციიდან, ეუბნებიან მათ რომ ბრალი ედებათ 250 ლარის ქრთამის აღებაში და ხვალ და ზეგ არიან დაბარებულები პოლიციაში. მე მინდა ყველას მოუწოდო, განსაკუთრებით ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენს კომისიის წევრებს, რომ ეს არის პროვოკაცია, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით გაკეთებული, რომ ხალხი დაშინდეს, რომ არჩევნების პროცესს შეეშალოს ხელი. და არანაირად არავინ არ უნდა წავიდეს არანაირ დაკითხვაზე, რადგანაც თუ კი არ არის მიღებული უწყება პოლიციიდან დაკითხვაზე გამოძახების შესახებ, მათ სრული უფლება აქვთ, რომ არ დაემორჩილონ ამ უცნობ სატელეფონო ზარებს.